რაც მეტი ბნელი იქნება ხალხი, უფრო ადვილი სამართავია. რატო უნდა იყოს რა გამოჭუկდეს. ეგენი ხო არ საშიშროებას, ეგენი ხო არ წარმოადგენენ არსებული წყობისათვის. გიჟები არიან. იყვნენ გიჟები. არ кайფობენ გონიათ? რელიგიური ფონი გრიალებს და თან დემოკრატიას იშველიებენ, ხო? დემოკრატია. დემოკრატია თუ არის, მათ უფლება აქვთ გამოხატონ თავიანთი სიგიჟეები მათ. კარგი, ეგ თავს იმაშვილება ირჩენს ახლა რაღაც გარკვეული ერთობა, მაგრამ ამ ხალხს რა მოუვიდა? ეს აგე თუ არ არის სატანა. აბა აი მანდ ახლა ნორმალური ადამიანი ხო კითხვა ხო უნდა დასვა. არ მითხრათ რომ სატანა არ არის, გამოვლენება აგერ სახელზე არის. მოწინააღმდეგე ხო. აი ეს არც აღიაზრია. ეს უსაქმურობაა მაღალ დონეზე. რამე მაინც იყოს რაღაცა კომუნისტები ქემანს ხალხს აკავებდნენ ფაბრიკა, ქარხნები, მშენებლობა, რაღაცები იყო ხო კოლექტივი, მეურნეობა. აი ეს რა არის? ეს გადაყრილი ხალხი შეიყარა ამან და ფანტაზიებით ყვებოს. საწყალის ვინც მაგასთან სერიოზულად დადის ესე რა. მაგრამ მაინც ჩემი კრიტიკის სამიზნე არის ინტელიგენტები საქართველოში. რა რო დუმან ამ საკითხთან დაკავშირებით, ესე იგი არადასტურებენ რომ ადამიანები უყვართ მათ რა. ისინი ხო ადამიანები არიან. და მაგიტომ არის რომ როცა ეგ სიყვარული შემოდის, აგინდა რომ მოაშორო მაგას არა ძალით, არამედ გარკვეული სალექციო საუბრებით და ამას არ აკეთებენ ინტელიგენტები. ეგ თუნდაც დამთავრდება მეგობრებო.